გამარჯობა მეგობრებო, დავბრუნდით ახალი ვიდეოთი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, თბილი კომენტარები დამიტოვეთ, ვიდეოები დაალაიქეთ. უმაგრესი ხალხი ხართ და დიდი მადლობა мотиваციისთვის, რომელსაც მაძლევთ და მეც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ ყველაფრის კეთებას. დღეს უნდა ვისაუბროთ ნიშის არჩევაზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემა, როდესაც ვსაუბრობთ ფრილანსინგზე და მინდა რომ პატარა რჩევები მოგცეთ, რომელიც საბოლოო ჯამში დაგეხმარებათ, რომ წარმატებული ფრილანსერები გახდეთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დისტანციურად მუშაობაზე, ან ფრილანსინგზეც, ხო? აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, რომ საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდეთ თუ რა პრობლემის გადაჭრა შეგვიძლია ჩვენ მომავალი დამსაქმებლისთვის, ანუ დამკვეთისთვის. ფრილანსერები ხშირ შემთხვევაში ვართ პრობლემების გადამჭრელებიც, პარტნიორებიც და უამრავი რამ, რაც საბოლოო ჯამში გვხდის ჩვენ პროფესიონალ და გამოცდილ ფრილანსერებად, თუმცა მანამდე მისვლა საჭირო არის ზუსტად წინასწარი სტრატეგიით და წინასწარი ნიშის არჩევის ხარჯზე. როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამ დღეს და წარმოდგენა არ გაქვს რა სერვისი უნდა შესთავაზო პოტენციურ დამკვეთს, რა თქმა უნდა წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. ამიტომ აუცილებელია რომ დაფიქრდე იმაზე თუ საით მიდიხარ, რომ ბრმად არ მოგიწია სიარული, მაგალითად წარმოიდგინე რომ მიდიხარ გზაზე და არ იცი დანიშნულების ადგილი. ზუსტად ეს მოსდით ხოლმე დამწყებ ფრილანსერებს, რომლებიც იწყებენ, ცდილობენ რაღაცეებს, საბოლოო ჯამში არ გამოსდით და თავს ანებებენ. რატომ? იმიტომ რომ თავიდანვე არ აქვთ არჩეული რა ნიშა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ტიპის პრობლემების გადაჭრა სურთ მერე უკვე კლიენტებისთვის. როგორ უნდა ავირჩიოთ ახლა ეს ნიშა? პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, რომ საქმე, რომელსაც გავაკეთებთ მომავალში, აუცილებელია რომ გვიყვარდეს. ამაში არაფერ ახალს არ ვამბობ, არც გენიოსური რჩევა არ არის, მაგრამ ფაქტი ეგ არის რა, რომ როდესაც შენ მუშაობ ფრილანსერად და აკეთებ იმას, რაც გეზიზღება, საბოლოო ჯამში შეიძლება ფრილანსინგიც ამოგივიდეს ყელში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შენ თავიდანვე საქმე, რომელსაც აირჩევ, გიყვარდეს და ამას აკეთებდე სიამოვნებით. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, არის უნარების ამბავი რა. ერთია რომ ხატვა გიყვარდეს, მაგრამ მეორეა რამდენად კარგად გამოგდის ხატვა. ხო ესეა. ამიტომ არის აქაც აუცილებელი, რომ შენი სიყვარული და უნარები საბოლოო ჯამში ერთმანეთთან დაკავშირდნენ და დაიწყო მერე უფრო მეტად განვითარება, რაღაცეების შესწავლა, სხვადასხვა სერვისების შეთავაზება და ასე შემდეგ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბევრი ადამიანი, მაგალითად ჩემი სტუდენტები მისვამენ ხოლმე შეკითხვას, რომ აი როგორ ავარჩიო ეს ნიშა, საით წავიდე, რა გავაკეთო, ჩემი პროფესია რამდენად შეეფერება ფრილანსს და ასე შემდეგ. კითხვების მეტი რა არის ყოველდღიურად. თუმცა ერთი მარტივი რაღაც მინდა გითხრათ რა. ფრილანსში არ არის აუცილებელი, რომ მაინცსა და მაინც თქვენი პროფესიით, ანუ თქვენი პროფილით იმუშაოთ. ჩემ მაგალითზე გაგიზიარებთ. მე ვარ დიპლომით, ასე ვთქვათ, და პროფესიითაც იდეაში მასწავლებელი, ვასწავლი ქართულს და მთელი ამდენი წლის განმავლობაში ფრილანსში მუშაობდი როგორც ვიდეო მემონტაჟი. ანუ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფრილანსინგზე, აქ ყველაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ უნარებზე. შესაბამისად, შენი პროფესია და ის უნარები, რომელიც ამ პროფესიასთან არის დაკავშირებული, თუ არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თანხა გამოიმუშაო და პრობლემები გადაჭრა, აუცილებელი არის, რომ დაამატო რაღაცა სხვა ტიპის უნარები, რომელსაც შემდგომ უკვე გაიტან საერთაშორისო ფრილანსინგ ბაზარზე, პლატფორმებზეც და ასე შემდეგ. ამიტომ, თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ და არ იცი, წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად შეეფერება შენი საქმიანობა ფრილანსინგს. მარტივი რაღაც კითხვა მინდა დაგისვა. რამდენად შეასრულებდი იმ საქმეს, რომელსაც ახლა ასრულებ, დისტანციურად, ანუ სახლიდან გაუსვლელად. თუ პასუხი არის კი, რომ სულ არ არის საჭირო რომ მივიდე მაგალითად სამსახურში და ჩემი საქმე გავაკეთო, ესე იგი შეგიძლია შენ რომ ფრილანსერი გახდე. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ ტორტის მცხოველი არ მივიდა სამსახურში, გაუჭირდება მას დისტანციურად ტორტის გამოცხობა, ხო ესეა? ან მაგალითად მშენებელი თუ არ მივიდა, გაუჭირდება შენობის აშენება, ბლოკების ერთმანეთზე დალაგება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ელექტროობის ხელოსანი თუ არ მივიდა იქ რომ რაღაც კაბელები გაიყვანოს, ხო? დისტანციურად რთულია. ნუ შეუძლებელი არ არის, მაგრამ რთულია. ამიტომ აუცილებელია რომ შენი პროფესია ან უნარი გაძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ საბოლოო ჯამში იმუშაო დისტანციურად და შეძლო წარმატების მიღწევა. ეს არის ყველაზე გადამწყვეტი. ანუ ჩათვალე, რომ შენ თუ ნიშა არ გაქვს დღეს არჩეული, წარმატებული ფრილანსერი ვერ
გახდებ ნიშის არჩევის პროცესში, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. და როგორ? ჩაუგდეთ რომელიმე პლატფორმას, იქნება ეს Gemini თუ ChatGPT თუ Claude, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, თქვენი რეზიუმე, უთხარით რომ გსურთ ფრილანსერად მუშაობა და რამდენად შეეფერება თქვენი პროფესია ფრილანს ბაზარს. და ასევე ისიც უთხარით რომ თუ არ შეეფერება, მომიძებნე რამე ისეთი ჩემი უნარების შესაბამისი, რომელიც მომცემ საშუალებას რომ დავსაქმდე. და AI უკვე ამ შემთხვევაშიც დაგვეხმარება, ხო, ხელოვნური ინტელექტი მოგცემს რჩევებს თუ თავად არ გაქვთ ასე ვთქვათ წარმოდგენა, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, გზა უნდა ვიპოვოთ, მეგობრებო, თავიდანვე რა. ბრმად სიარული საბოლოო ჯამში მიგვიყვანს არსად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც ვაძლევ ხოლმე ჩემს სტუდენტებს და ვიმეორებ ყოველდღიურად. ნიშა არის გადამწყვეტი წარმატებული ფრილანს კარიერის პროცესში. და კიდე ერთხელ ხაზს უსვამ. არ აქვს მნიშვნელობა შენი პროფესია გაძლევს თუ არა შესაძლებლობას, მთავარი არის ის, რომ მოძებნო საკუთარ თავში ის უნარი, რომელსაც გაიტან ფრილანს ბაზარზე. უნარების მეტი რა არის, ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შეგიძლია დარწმუნებული ვარ, მაგალითად, თუ უნივერსიტეტში რაღაც შეხვედრებს ნიშნავდი, Excel-ში კარგად მუშაობდი, Word-ი იცი, იმეილებს კარგად წერ, შეგიძლია თავისუფლად ვირტუალურ ასისტენტად იმუშაო, თუ გრაფიკულ დიზაინში გაქვს გამოცდილება დიზაინში წადი და პარალელურად შეგიძლია ბუღალტერიც იყო, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ გამოიყენე ყველა უნარი, რომელიც გაგაჩნია იმისთვის, რომ გაყიდო საკუთარი შედეგები და საკუთარი გამოცდილება თუ პროექტები თუ ბევრი რამ რა, სერვისები. ამიტომ, მოდი შევთანხმდეთ და ჩამოვაყალიბოთ რისი თქმა მინდოდა რა, აი ამ პატარა ვიდეოთი. როდესაც თქვენ დგავთ პირველ ნაბიჯებს, საბოლოო ჯამში უნდა მოახერხოთ ის, რომ გაიმარტივოთ თქვენი გზა ზუსტად იმ პრობლემის გადაჭრის უნარით, რომელსაც საკუთარ თავში და გონებაში ჩადებთ. ხო? ეგ არის, ანუ თუ სწავლას ახლა იწყებ, ეგ კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს ასევე რა, რომ აი 6 თვეში ან 3 თვეში ან 1 თვეში მე რო ამ სწავლას დავასრულებ, რა ტიპის პრობლემას გადაუჭრი დამკვეთს. მე მაგალითად ახლა როცა ვმუშაობ სტუდენტებთან, ხო, როდესაც ვასწავლი მათ ფრილანსინგს, ვეუბნები რა უნდა გააკეთონ, როგორ და რანაირად, მე მათ პრობლემას ვჭრი. რა არის მათი პრობლემა? მათი პრობლემა არის ის, რომ დაიღალნენ ოფისში მუშაობით და აღარ შეუძლიათ იქ მისვლა და უნდათ რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან იმუშაონ და ასე შემდეგ. ხო ესეა? თქვენ ზუსტად იგივენაირად უნდა მოიქცეთ. უნდა დასახოთ მიზანი და მერე უკვე გეგმა ამ მიზნამდე მისაღწევად. და ზუსტად ნიშის თავიდანვე არჩევა ამ ყველაფერში გვეხმარება რა. თორე საბოლოოდ მართლა ძალიან გაგიჭირდებათ, ყველაფერჩიკობა არის არაფერჩიკობა, ანუ თუ ყველაფერს აკეთებ საბოლოო ჯამში, არაფერს არ აკეთებ ჩათვალე და ფრილანს ბაზარზე თუ სწორი პოზიციონირება არ გქონდა, ანუ დამკვეთი რო შემოვა შენს პროფილზე, ვერ გაიგებ საერთოდ რას აკეთებ, დიზაინერი ხარ, მემონტაჟე ხარ თუ ბუღალტერი ხარ თუ იურისტი ხარ, საბოლოო ჯამში შენი დასაქმებაც რა თქმა უნდა გაჭირდება. ამიტომ იფიქრე ამაზე, დღეის ამას იქით უკვე დაფიქრდი, რომ აი რა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა მაქვს, ან უნდა მქონდეს, მერე უკვე იმ მიმართულებით დაიწყე განვითარება და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდი. და ასევე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? უნდა მოიკვლიო ფრილანს ბაზარი. რას გულისხმობ ახლა? უნდა შეხვიდე სხვადასხვა ფრილანსინგ პლატფორმებზე, Google-ში, უნდა ელაპარაკო AI-ს და უნდა ჩამოყალიბდე რამდენად არის შენ მიერ არჩეული ნიშა მოთხოვნადი. ზუსტად აი იმ ბაზარზე, სადაც შენ ეძებ. იქნებ საერთოდ აღარავის აღარ სჭირდება სიტყვაზე დიზაინი. დიზაინს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, კიდევ დიდხანს დასჭირდება ხალხს და მთელი ცხოვრება დასჭირდება ჩემი აზრით, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ რა. იქნებ აღარავის აღარ სჭირდება ტორტის მცხოველი, იქნებ აღარავის აღარ სჭირდება მასწავლებელი. იქნებ აღარავის აღარ სჭირდება ვებ დეველოპერი, ხო? უნდა მოიკვლიო. თუ ამ მიმართულებით საქმეები დევს, ბევრი პროექტია, აი Google-ში სხვადასხვა ანალიტიკის დაკვირვებით შენ გამოიტან დასკვნას, რომ კიდევ მომავალშიც იქნება შესაძლებელი ამ პროფესიით განვითარება, დაელაპარაკე ხალხს, ამ ინდუსტრიაში მყოფ ხალხს და მოიკლიე ბაზარი. იმიტომ რომ ერთია რომ შენ ხარ პროფესიონალი და მაგ შემთხვევაში ალბათ ყველაფერი უფრო მარტივადაა, მაგრამ თუ ახლა იწყებ და არ გაქვს წარმოდგენა რა მიმართულებით უნდა წახვიდე, ბრმად სიარულს პირველ რიგში ყველანაირად ჯობს კვლევა ძიება და შემდგომ უკვე განვითარება ამ მიმართულებით რა. ასე ირჩევა ნიშა. პირველი რა მიყვარს, მერე რა უნარები მაქვს, მერე რამდენად მოთხოვნადია ეს ყველაფერი ბაზარზე და საბოლოო ჯამში ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ზუსტად მიგვიყვანს დანიშნულების წერტილამდე. და ესე თვალებახვეული არ ვივლით რა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტად ამისი თქმა მინდოდა მე დღეს. გაუფრთხილდით თქვენს თავს, თქვენს დროს
და განსაზღვრეთ თქვენი პოტენციური საქმე, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გააკეთებთ. მე მაგალითად ავირჩიე ვიდეო მონტაჟი და ვაკეთებდი ამ ყველაფერს 5 წელზე მეტი და თქვენც მინდა რომ აირჩიოთ აი ეს ნიშა, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებულ ფრილანსერებად ჩამოგაყალიბებთ. თუ არ იცით მეგობრებო, როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები, რა არის ამისთვის საჭირო, რა უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ, გადმოდით აუცილებლად ჩემს LinkedIn გვერდზე, მომწერეთ, რომ დაინტერესებული ხართ ჩემი ერთთვიანი პროგრამით, რომელსაც ქვია გზა ფრილანსერობამდე, დარეგისტრირდით, ერთი თვის განმავლობაში შევხვდებით ძალიან ბევრჯერ, გაგიზიარებთ მრავალწლიან გამოცდილებას და საბოლოო ჯამში დაგეხმარებით, რომ პირველი პროექტებიც აიღოთ, წარმატებული ფრილანსერებიც გახდეთ და რაც მთავარია ნაბიჯი გადადგათ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად ადამიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს ხოლმე. ეგ არის. დღეისთვის მე მგონი საკმარისია. იდეაში რა გეგმაც მქონდა და რა სურვილიც რომ გამეზიარებინა თქვენთვის. მგონია რომ გაგიზიარეთ, მე ეტაპობრივად რა თქმა უნდა ყველაფერს უფრო მეტად ჩავშლი და უამრავი რჩევებით დაგიბრუნდებით, განსაკუთრებით დამწყებ ფრილანსერებს მოვერგები, იმიტომ რომ მათ აქვთ გადასადგმელი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და კვირაში ერთ ვიდეოს დავდებ ხოლმე ჯერჯერობით, ასე მაქვს განსაზღვრული და მე ვნახოთ რა, რამდენად შევძლებ რომ ერთზე მეტი ვიდეოებიც დაგიდოთ ხოლმე არხზე. რა გითხრათ? წარმატებები უნდა გისურვოთ. მადლობა ყველას, ვინც უსმინეთ, მისმინეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ мотивაციას მაძლევს, რომ სამომავლოდაც უფრო და უფრო მეტი ვიდეოები ჩავწერო, გადავიღო და გაგიზიაროთ ის რჩევა დარიგებები, რომელიც მაქვს მე გონებაში და სხვა შორის ძალიან საინტერესო გეგმებიც მაქვს, მე ლაივებიც მინდა რომ გავაკეთო და ძალიან უნდა გავაქტიურდე მოკლედ YouTube-ზე და სხვადასხვა სოციმედია ქსელებშიც. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი სოციმედია არხების გამოწერაც, ყველაფერი არის აღწერაში, მეგობრებო, დაბლა დავტოვებ. გადმოდით დაალაიქეთ და იქაც მიიღეთ ის ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გახდეთ წარმატებული ფრილანსერები. ეგ არის. მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით. ძალიან მალე დაგიბრუნდებით.